Tornike, აი, მობრძანდით, აი. ხო არის რომ პირველ რიგში ადამიანს უნდა გიყვარდეს გლეხი და მშრომელი ადამიანი. აი თორნიკეს საერთოდ არც ვიცნობდი არაფერი და 1-5-6-7 თვის უკან ამ ეს Facebook-ი ხო ხედავ რამბავია. ეს სოციალური ქსელები დავიწყეთ მეგობრობა და მითხრა რომ აი კაცურადო ერთ დღეს მოდი ჩემთან. ამბობ. აი ეს მოდით აგერ ყველა ჩემი შვილიშვილები არიან ესა ჩვენ ისა პოდკასტი აქიდან გავრავდით. აი მიცა მოდი ჩემი რძალი ჩემი შვილიშვილი და მათე ჩემი შვილიშვილები და ოჯახი წამოვედით რომ თორნიკე და მისი ოჯახი გაგვეცნო ხო? მაგრამ თავარი რა არის? თავარი და უმთავრესი ის არის რომ აი კარგი სოფელია და გლეხის შრომა არასდროს არ არის დაფასებული და ეს ყველას წკინს რა თქმა უნდა მაგრამ მოვა დრო და დაფასდება გლეხის შრომა. აი ეს ახლა აი თქვენ წარმოიდგინეთ აი ეს რომ აი ამის მეურნეობა რო გაქვს ხო აი საზღვარგარეთ როგორ არის მილიონერები როგორ არიან მილიონერები მისდევენ რას პირველი არის მარჭყვი ხო მარჭყვი თევზი საქონელი ამის ფერმებს აშენებენ დანა იმიტომ კი არა რომ ფული მოიგონდა რამე არა აკეთებენ იმიტომ ეს ტრადიციულია და ძალიან მაგარია და რა ვიცი აფთოვანი გული ვარ და ნიცა მოგწონს აი ახლა ხوارი რო იძახიან რომ რა არის ყველაზე მაგარი кайფი აი რა არის ყველაზე მაგარი кайფი არის შენ თვითონ რომ მოკრიფავ და შენ თვითონ რომ შეჭამ ხო სამუშაო ჯერ აი ყველაფერს გავიწყებს გაკარგებს და მე არ ვიცი სულ კარგზე გაფიქრებს აი მოდი ერთი დღის აკეთე ახლა ჩვენი აი ამას მე არ ვიცი აი მარცხი ალბათ თბილისში გემო რო არა ეთყობა ეს ყველა ხდება მაცივარში მე მაცივრიდან გამოვაქვს და ეკარგება ეთყობა თავისი ის ხო და მე არ ვიცი ესეთი სუნი და ესეთი გემრიელი იყოს მარცხი მე არ ვიცი Okay, let's go. ხო იცი რომ 100% ჩვენი უკეთესია. ამ გლეხს ხელი შეუწყე და შემოიტანოს იმან და გაზარდე პროცენტი შემოტანის. კონკურენციაში როცა ვარ. ახლა მე მეუნებია რომ ბიჭები მეუნებია რომ ახალციხეში არის იმდენი კარტოფილი. იმდენი კარტოფილი ახალციხეში თურქეთში მიაქვს გასაყიდად. და თურქეთიდან მოდიან და სახელმწიფო სამსახურები მერე ყიდულობენ ეს არ შეიძლება. საქართველოს კარტოფილი სახელმწიფომ უნდა იყიდოს საქართველოს გლეხისგან. აი ამიტომაა მე უკმაყოფილება რო არის კაცო. როგორ შეიძლება თურქეთის კარტოფილი ან ირანის ვაშლი ჯობია ჩვენ ვაშლს. ვერასდროს ვერ აჯობებს ხო? ყველაზე დაბალხარისხი. ვერცეთი ვერაფერი ვერ აჯობებს საქართველოში ამას. უყურე, ეს მანქანები, ჩვენი ჯეტურები, ხო არის ამ გზებისთვის. აი გეუბნები ეს გზები ისე გამოვიარეთ რომ რა ვიცი მაგრამ არა პირიქით არა რა სამბო არა ძალიან მაგარი მანქანებია ვიდეოებს და მაგარად ვიდეო და ყიდოს სიუათლებით მაგრამ მაინც ვერ გავრისკე იპონჩი რომ ახალი შემოტანილი რო არის არ პერიოდში როგორი გამოდის ძალიან მაგარი მანქანებია იმიტომ რომ ყველას გარანტია აქვს 10 წლიანი გარანტია აქვს აი წავედით ახლა რომ აღვნიშნო Okay, let's go. ადამიანი მთელი მისი ცხოვრება ფიქრობს რა არის სიმდიდრე აი სიმდიდრე არის ესენი აი ახალგაზრდები ბევრმა ეს არიცის ყველას ხო ხედავ დიდ პატარას ყველას ვეუბნები რომ ძალიან რთულია ძალიან ძნელია შრომა ჭირდება ყველაფერს უნდა იშრომო რომ აქამდე მიხვიდე და ყველა ყოფილი იყოს და ყველა მადლიერი იყოს. აი
ახლა აი წარმოიდგინე შენ სულ ერთად დავდივართ, სულ. აი ჩვენ თუ სადმე მივდივართ, აბა ბავშვებო, აბა ბიჭებო, გოგოებო. და ახლა მე ზოგჯერ ადამიანი იტყვის, რომ აი რა გაძლევს სტიმულს. სტიმულს მაძლევს ესეთი, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, ესაა სტიმული. ახლა ოჯახია სტიმული. ახლა ზოგი იტყვის, რომ იცით რა, თქვენ ფული გაქვთ, ეს ახლა შენ იცი კაცო ფული და მე არ ვიცი ფული. ფულის ფასი უნდა იცოდე. ფულის ფასი რო იცოდე, შრომის ფასი უნდა იცოდე. თუ შრომის ფასი არ იცი, ფულის ფასი როგორ გეცოდინება, ხო? ხალხს გონიათ ჰაერიდან მოდის. ჰაერიდან მოდის ეს ყველაფერი და იცი რა, მე ვიცი ის, რომ პირველ რიგში არის ოჯახი. და უნდა ყავდეს ესენი კარგად, უნდა ასწავლო და ქვეყანას უნდა გამოადგეს. ხო ხედავ, ლექციების წაკითხვა რატომ არის კარგი? იმიტომ არის კარგი, რომ პირველი ახალგაზრდები უნდა გიყვარდეს და ახალგაზრდები შეგიყვარებენ. გლეხი უნდა გიყვარდეს და სოფელი შეგიყვარებს. აი ესეა ეს ცხოვრება. ბაბუა ჩემი თავის დღე და მოსრება, სოფელი ყანა ვენახი. კაცო, ქალბატონო, ერთი გამაგებია გლეხვინა. ყოველ დღე 10 ლიტრი იმას კილო მარცხჭამ საუკეთესოს და გლეხი შენ ხარ კაცო. ბატონო რეზო, თქვენთან მინდა ალავერდი ვიყო. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ისე დარეკვით. არ ვიცნობდი და მთხოვა რომ თუ აქ ჩამოვიდოდი ძალიან გავახარებდი მის ოჯახს და მის პატარა შვილს. მე ვთხარი აუცილებლად ჩამოვალ მეთქი და მარწყვის კრეფაზე უნდა ჩამოხვიდე. და კი მეთქი და გუში შემთხვით რომ დღეს ჩამოვსულიყავით. მე აქ ჩამოვედი კარგ ქართულ ოჯახში და ვიცოდი სად მივდიოდი. მე ჩამოვედი ჩემს შვილებთან და ჩემს შვილიშვილებთან, ჩემ რძალთან. მე და ჩემი რძალი პირველად გავედი დღეს ერთად. ვინაიდან ახალი მოყვანილია გუშინ წინ მოვიყვანეთ. მე მინდა დიდი მადლობა მოგიხადოთ აი ამ დღევანდელი დღისთვის. მე მოვედი კაცურად, ქართულად და გულით მოვედი და სულით. მე როცა მეუნებია რა არის ცხოვრება არავინ არ იცის რა არის, ცხოვრება ეს არის. თუ გინდა რომ ადამიანთან იმეგობრო, უნდა მიხვიდე ოჯახი და ოჯახით უნდა იმეგობრო და იძმა კაცო. მე რასაც ვთხოვ ჩემს მათეს, ყველა ჩვენი დღესასწაულები რა ჩვენ გვაქვს, კომპანია რასაც ვაკეთებთ, მოგიწვიოთ და ჩვენც ხშირად ჩამოვალთ და ვიძმა კაცოთ და ვიმეგობროთ. ეს დღეს არის შეუფასებელი. დღეს ჩვენ რაც ვნახეთ, თქვენ რასაც აკეთებთ, ჩემმა შვილიშვილმა მითხრა, ბაბუ ეს რა ხალხიაო. აი მე ვიცოდი სად მოდიოდი ბაბუ და იმიტომ გითხარით რომ წამოდით ყველა ერთად და უნდა გაგაცნოთ კარგი ხალხი, მშრომელი ხალხი, სუფთა ხალხი, რომელსაც ჩვენგან არავის არაფერი არ უნდა. არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს რაღაცას კუც მიაბამენ, არა, ჩვენ ერთმანეთის გვინდა მარტო ერთი, სიყვარული და საჭმელი ყოველთვის გვექნება, იმიტომ რომ ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ და დიდი მადლობა გითხრათ აი ამ დღევანდელი დღისთვის და ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდეს. ღმერთი ჩვენთან იქნება. უყურეთ როგორ იყო. გორში შემოვდიოდით, წვიმა იყო საშინელი. ბავშვებმა თქვეს, ვაი რა წვიმარიო. მე ვთხარი ბაბუ რო ჩავალ პლანტაციაზე რომ მივალ, წვიმა არ იქნება მეთქი. წარმოიდგინე რა კარგი დღეა დღეს, ხო? ერთი წვიმა, ერთი ორი წუთიც კი არ ყოფილა წვიმა. ამიტომ ღმერთი არის ჩვენთან და მათე სადაც ჩვენ სუფრა გვექნება, ყველგან ეს ხალხი ჩვენს გვერდზე იქნება და აგერ ხო ხედავ, პატარები არიან, დაბადების დღე იქნება, უმაღლესი ჩაბარება იქნება, ქორწილი იქნება, კარგი ამბავი იქნება, სულ ერთად უნდა ვიყოთ. თქვენს ლამაზ ქართულ ოჯახს დავლოცავ. მათე, აი ესეთ ხალხთან ვძმაკაცობ, ესეთ ხალხთან მივდივარ. იყო ადრე
ადრე იყო რომ ყოველთვის ზებით ვიღაცები არა ეს ყოველთვის შეცდომა ყოფილა ჯობია იძმაკაცო სუფთ ადამიანთა რომელიც გიჭირს მაშინაც არ დაგივიწყებს და გილხილს მაშინაც რო არ დაგივიწყებს დიდი მადლობა აი ამ მოპატიჟებისთვის და დღეს ამ სიტყვებისთვის და ჩვენი ძმობისთვის და ჩვენი ურთიერთობისთვის აქ არის ჩემი ოჯახი აი ჩემი ოჯახი ამაზე უკეთესი არავინ არ ამყავს და ამიტომ ჩვენი ფეხი აქ ყოფილიყოს საუკეთესო და გეთქვათ რომ აი ამ ხალს რა ფეხი ქონიაო და ეს მარწყვი კიდე 500 ჯერ ხო პლანტაციები 500 ჯერ უფრო მეტი ყოფილიყოს ვიდრე დღეს არის ოცნით გეხვევით თქვენს ლამაზ ქართულ ოჯახს დაგილოცავ ეს არის სულით და გულით ნათქვამი და თქვენთანა ვარ ალავერდით